დაპირისპირება Paris Saint-Germain-ის გასახდელში. რას ამბობენ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი? რას ამბობს მიქაუტაძეზე Villarreal-ის მთავარი მწვრთნელი და დავითაშვილის შესანიშნავი სტატისტიკა? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ესპანეთიდან, სადაც გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა Villarreal-ისთვის, რომელიც Getafe-სთან 2-1 დამარცხდა. აღსანიშნავი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიქაუტაძე მოედანზე 65 წუთზე შევიდა. ქართველისთვის დროის არ მიცემა კიდევ უფრო გასაკვირია მისი სტატისტიკის ფონზე. 18 შეხვედრაში 11 საგოლე მოქმედება. ამასთან აღსანიშნავია Villarreal-ის მთავარი მწვრთნელის მარსელინოს კომენტარი მიქაუტაძეზე ამ შეხვედრის დაწყებამდე. თუმცა მის მოსმენამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. საუკეთესო მიქაუტაძე ჯერ ჩვენ კიდევ არ გვინახავს. შარშან მიქაუტაძე ლიონშიც არ იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. შეუძლია თუ არა მას მომატება? დიახ. შეუძლია მეტი თამაში? დიახ. და ითამაშებს კიდეც. შეუძლია მას გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა? დიახ. ჩვენ სწორედ ამის გვჯერა. იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელი იქნება და სეზონის დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. გუნდისთვის ყველა თავდამსხმელი მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც ლა ლიგაში მოდის, ყველაფერთან შეჩვევა სჭირდება. ენასთან, წესჩვეულებებთან, გუნდთან. ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია, როდესაც ახალგაზრდა ხარ. მიქაუტაძის შედეგების და თამაშის გათვალისწინებით ის გუნდს და გარემოს შეგუებული უნდა იყოს. თუმცა, მაინც თქვენ რას ფიქრობთ? რატომ არ ეძლევა ქართველ ფორვარდს საკმარისი სათამაშო დრო? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი მანამდე გეტყვით, რომ ქართველის გუნდი ლა ლიგაში 45 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს ლევანტეს წინააღმდეგ გამართავს. სენტ-ეტიენის ქართველმა ლიდერმა ზურიკო დავითაშვილმა კი 4 წუთში 2 გოლი გაიტანა და გუნდს მორიგი 3 ქულა მოაპოვებინა. სენტ-ეტიენმა გენგამი 2-1 დაამარცხა. ქართველი, რომელიც ძირითადში იყო, პირველი გოლი 11 მეტრიანის ნიშნულიდან მე-10 წუთზე გაიტანა. 4 წუთში კი დუბლი თავური დარტყმით შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანეებს ახალი მწვრთნელი ყავთ, ფილიპ მონტანიე და მისი ხელმძღვანელობით ქართველის გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. გეტყვით იმასაც, რომ დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში დუბლი უკვე მესამედ შეასრულა. ამ დროისთვის კი მის ანგარიშზე 19 თამაში, 10 გოლი და 1 საგოლე პასია. აღსანიშნავია ისიც, რომ დავითაშვილი სენტ-ეტიენის საუკეთესო ბომბარდირთან ერთად ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაშიც საუკეთესოს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. რაც შეეხება სენტ-ეტიენს, ქართველის გუნდი 40 ქულით სატურნირო წყილში მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრაში 21 თებერვალს ლავალს დაუპირისპირდება. ახლა კი ხვიჩა კვარაცხელიას Paris Saint-Germain-ი, რომელიც რენთან 1-3 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 60 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროში კვარაცხელიას საგოლე მოქმედება არ ჰქონია და შესაბამისად საუკეთესო თამაშიც არ ჰქონდა, მაინც ფრანგული გამოცემების უმეტესობა თulis, რომ ხვიჩა Paris Saint-Germain-ის რიგებში ყველაზე გამორჩეული იყო და Paris Saint-Germain-ის შეტევებზე საკუთარ კვალს ტოვებდა. ამის ფონზე მე-60 წუთზე ქართველის გაყვანამ დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. თუმცა გულშემატკივრის ნაწილი თulis, რომ ლუის ენრიკეს უბრალოდ ქართველის თამაში არ მოეწონა. სიტუაციას კიდევ უფრო მარცხის შემდეგ უსმან დემბელეს განცხადება ამციმებს, რომელმაც თანაგუნდელები გააკრიტიკა. ოქროს ბურთის მფლობელს კონკრეტული სახელები არ უხსენებია, თუმცა ფრანგული გავლენიანი გამოცემები ლეკიპი და ლე პარიზიენი წერენ, რომ დემბელეს კრიტიკა ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს მისამართით იყო. მეტი სურვილი უნდა გამოვავლინოთ, Paris Saint-Germain-ისთვის უნდა ვითამაშოთ. თუ საკუთარი თავისთვის ვითამაშებთ, არაფერი არ გამოვა. გასულ სეზონში გუნდზე ვფიქრობდით. ამას უნდა დაუბრუნდეთ. Paris Saint-Germain-ი პირველ ადგილზე უნდა იყოს და არა ცალკეული მოთამაშეები. საკუთარი თავისთვის თამაშამდე ჯერ კლუბისთვის უნდა ვითამაშოთ. მის ამ განცხადებას, რომ დიდი გამოხმაურება მოხდა, უკვე გითხარით. შესაბამისად, ფრანგული მედია ფიქრობს, რომ Paris Saint-Germain-ის გასახდელში ყველაფერი იდეალურად აღარ არის. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, Paris Saint-Germain-ის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკესაც მოუწია და შეიძლება ითქვას, რომ დემბელე გააკრიტიკა. არ ვაფასებ ფეხბურთელების მიერ შეხვედრების ბოლოს გაკეთებულ კომენტარებს, რომლებიც აბსოლუტურად უსარგებლოა. არ ვაპირებ ფეხბურთელის კომენტარზე პასუხის გაცემას. არასდროს დაუშვებ, რომ ფეხბურთელი კლუბზე მაღლა იდგეს. ეს ნათელია. ამის გარანტიას გაძლევთ. მე ვარ პასუხისმგებელი გუნდზე და არასდროს დაუშვებ, რომ ფეხბურთელმა იფიქროს, რომ ის კლუბზე უფრო მნიშვნელოვანია. არავინაა კლუბზე მაღლა, არც მე, არც სპორტული დირექტორი და არც პრეზიდენტი. ეს განცხადებები უსარგებლოა, რაც გამოწვეულია ემოციით და მარცხისგან გამოწვეული იმედგაცრუებით. სწორ გზაზე ვართ და ნორმალურია, რომ ის შეხვედრის შემდეგ განაწყენებული იყო. რაც შეეხება შეხვედრას, ეს წარმოუდგენელია. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი თითქმის 4 ჰქონდა და მხოლოდ 1 გავიტანეთ. ფეხბურთში გოლების გატანა აუცილებელია. ეფექტურობა დაგვაკლდა. ეს პირველი წაგება არაა და ვიცი, რომ რთული ჩემპიონატია. ამიტომ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. როდესაც აშკარა მომენტებს ვერ იყენებ, მოგება ძალიან რთულია.
დემბელეს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა ვიტინიამ. გოლის გატანა რა თქმა უნდა ყველას სურს, მაგრამ ზოგჯერ ბურთი უნდა გადასცე თანაგუნდელებს, რომლებიც უკეთეს პოზიციაზე არიან. არავის გამოვყოფ, ვერავინ წარმომიდგენია, რომ ამ გუნდში ვინმე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდეს. თუმცა, ამას ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან განვიხილავთ, რათა გამოვასწოროთ ის, რაც წინა თამაში დაგვაკლდა და მომდევნო შეხვედრაში უფრო მზად ვიყოთ. რა თქმა უნდა, დაზუსტებით რთულია იმის თქმა, თუ რა ხდება პარი სენ-ჟერმენის გასახდელში, თუმცა იმედია, რომ ყველაფერი მალე დაალაგდება. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ამ დროისთვის ქართველის გუნდი ლიგა 1-ის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას ლიგა 1-ში 22 თებერვალს მეცის წინააღმდეგ გამართავს და შესაძლოა მოედანზე 4 ქართველიც ვიხილოთ. თუმცა მანამდე 18 თებერვალს კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოს დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ კი თამაში ინგლისის ჩემპიონშიპის 32 ტურში უოტფორდის სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. პრესტონის და უოტფორდის მატჩი 2-2 დამთავრდა. საბამ, რომელიც ინგლისურ კლუბში თამაში ძირითადი შემადგენლობიდან პირველად დაიწყო, კარგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველის დაცვაში საიმედო იყო, თუმცა 61 წუთზე მას შემდეგ შეცვალეს, რაც მის წინააღმდეგ მეტოქის ფეხბურთელმა უხეშად ითამაშა. ჩაკვეტაძეს კი კარგი თამაში არ ჰქონია და შესვენების დროს შეცვალეს. ამ დროისთვის ქართველების გუნდი 45 ქულით მე-12 ადგილზეა და საუკეთესო სამეულთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა. ბუნდესლიგის 22 ტურში კი გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა უნიონ ბერლინს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 გაიმარჯვა. ქართველი მცველი თამაში 74 წუთზე ჩაერთო და 82-ზე მისი პასით ჰამბურგმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მიუხედავად მცირე დროისა, ქართველი ძალიან აქტიური იყო და კარგი შეფასებაც დაიმსახურა. ქართველის ჰამბურგი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას 20 თებერვალს სტუმრად მაინცის წინააღმდეგ გამართავს. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში კი ქართველების გრაცის შტურმი ტიროლთან 1-0 დამარცხდა. სამწუხაროდ ამ შეხვედრის პირველ ტაიმში ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო შეცვალეს. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, რამდენად მძიმეა ქართველის დაზიანება და მოუწევს თუ არა შემდგომი მატჩების გამოტოვება. რაც შეეხება მეორე ქართველს, გიზი მამაგეიშვილს, ამ შეხვედრაში სათამაშო დრო არ მისცემია. შტურმი 31 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 22 თებერვალს ლინცის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მამარდაშვილის ლივერპულმა კი ასოციაციის თასზე ბრაიტონის 3-0 დამარცხა. სამწუხაროდ ქართველს ამ შეხვედრაში დრო არ მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ამის მოლოდინი ყველას ჰქონდა, რადგან მამარდაშვილს სათამაშო დრო ძირითადად სწორედ მსგავს ტურნირებზე ეძლეოდა. შესაბამისად, ახლა უცნობია, როდის და რომელ შეხვედრაში შეიძლება ვიხილოთ მამარდაშვილი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში. ბოლოს, თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამორჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.